ზოგჯერ სიზმარი იმდენად მძაფრია, თუ კი ის ნეგატიურ შინაარსს ატარებს, საკმაოდ ძლიერი ნებისყოფის და არაცმორწმუნე ადამიანის კი თავს უსუსუათებს. სიზმრიდან გამოყოლილი უსიამოვნო გრძნობა გვაიძულებს ერთ უცნაურ რიტუალს მიმართოთ. კონკანი გავხსნათ და სიზმარში ნანახი წყალს მოვუყოთ. ეს ძველი ხალხური ჩვეულებაა. ამ მეთოდით ადამიანი თითქოს ცდილობს სიზმარში ნანახი არასასურველი მოვლენები რეალურ ცხოვრებაში არ განმეორდეს. ანუ სიზმარი არ აუხდეს. უძველესი დროიდან სამთრო წყალი განწმენდისა და სისუფთავის სიმბოლოა. მას თითქოს ყოველგვარი ნეგატიური განცდისა და მოვლენის მოშორება შეუძლია. გჯერა თუ არა სიზმრის. ცრუმორწმუნეები ვართ თუ სკეპტიკოსები. ზოგჯერ სიზმარში მიღებული ნეგატიური შთაბეჭდილება იმდენად ძლიერია, რომ გამოღვიძებული ადამიანი მისგან თავის დაცვას ან რაიმე რიტუალით ცდილობს, ან მისი რაციონალური ახსნით. ის რაც ახსნილია, ნაკლებად საშიშია. იქნება ამიტომაც ადამიანი ოდითგანვე ცდილობს გაიგოს სიზმრის ენა. შეისწავლოს ცნობიერების ის მდგომარეობა, რომელიც მასთან ასე ახლოა, მაგრამ ამოუცნობი. ცხადი და სიზმარი იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ჩვენ თითქოს ორ სამყაროში ვცხოვრობთ. ჩვენი დღე 24 საათიანია, 24-დან დაახლოებით 8 საათი გვძინავს, 1/3 გვძინავს და მთელ ცხოვრებაზე რო გადავიტანოთ, გამოვა რომ ცხოვრების 1/3 ძილში ვატარებთ. შესაბამისად 60 წლის ადამიანი, მაგალითად მე 20 წელიწადი მძინარია, ძილშია გატარებული. აი აქ თუ კი დავამატებთ კიდე სიზმრის პერიოდს და სიზმარს უკავია 1/4 ძილისა, გამოვა რომ 5 წელიწადი სიზმარს ნახულობდი, წარმოიდგინეთ რამდენი სიზმარი შეიძლება მენახა, მაგრამ აქედან ხომ ძალიან ცოტა შემორჩა მეხსიერებას. რა ფუნქცია აქვს სიზმარს ადამიანის ფსიქიკაში? შეუძლია თუ არა სიზმარს მომავლის წინასწარმეტყველება? რატომ გვამახსოვრდება სიზმრების მხოლოდ მცირე ნაწილი? რამდენად შესაძლებელია ადამიანმა სიზმარში ალტერნატიული რეალობა შექმნას და მოვლენები საკუთარი სურვილისამებრ მართოს? ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ ვიცით გარესამყაროზე, ფიზიკის კანონებზე, კოსმოსზე. ვიცით როგორ ვებრძოლოთ სხვადასხვა დაავადებებს. შეგვიძლია შევქმნათ ურთულესი ტექნიკა, მაგრამ თავად ადამიანის გონება და ცნობიერება დღემდე შეუცნობელია. აი ცნობიერებაში და ტვინის მუშაობაში ყველაზე შეუცნობელი გახლავთ სიზმარი. ისე რომ ასე ყველაზე თუ ვიმსჯელებთ, ალბათ სიზმარის შეცნობის მერე პრაქტიკულად უცნობი ცოტა რამ დარჩება იქიდან, რაც დღეისთვისაც ცნობილი. ადამიანი გაღვიძებისთანავე აცნობიერებს, რომ ძილში ნანახი მოვლენები სიზმარი იყო და მას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა თავიდან ასე არ იყო. პირველყოფილ ადამიანს სიზმრის რეალობიდან გამიჯვნა არ შეეძლო. იგი სიზმარში ნანახს რეალობად აღიქონდა. გაღვიძების შემდეგ იხსენებდა, რომ ფრენით მოიარა მთები, ტყეები, სხვები. ნახა უცხო ადამიანები. მისთვის სიზმარში ნანახიც და ცხადში განცდილი მოვლენებიც ერთნაირად რეალური იყო. ღამე როდესაც დაიძინებდა და ამ რაღაც რეალურ ხატებს ნახავდა, რასაც დღეს სიზმარს ვეძახით, და შემოbrunდებოდა, გვერდით ყოფები ეუბნებოდნენ, რომ მისი სხეული არსად არ წასულა. სხეული არსად არ წასულა, მას რა მიმოგზაურა იმ ქვეყნებსა თუ იმ ადამიანებთან, რომლებიც მან ნახა. აი აქ თქვა პირველად კაცობრიობამ, რომ იმოგზაურა სულმა. და სულის ცნება პრაქტიკულად მიეწება იმ არქაულ ცნობიერებაში სიზმრის ცნებას. და ყველა ის გამოვლენებები, რაც სიზმარში ხდებოდა, ყველა ის სასწაულები, რაც სიზმარში ხდებოდა, მიეწერა სულს. სწორედ სიზმარი გახდა პირველი ხიდი სულიერსა და მატერიალურ სამყაროებს შორის. პირველყოფილი ადამიანი თანდათან მიხვდა, რომ სიზმარში ხდებოდა ის, რაც ფიზიკური სამყაროს კანონებს არ ემორჩილებოდა.
მისთვის სიზმარი სასწაული იყო, რომელიც უძველეს რელიგიურ წარმოდგენებს დაედო საფუძვლად. და ითვლებოდა, რომ სიზმარში სულები და პირველყოფილი რელიგიური ფორმა გახლავთ ანიმიზმი, რომელსაც მიეჩნდა, რომ სიზმარში ადამიანში ან შემოდის სხვა სული, ოროტისული, კეთილისული და შემდეგ, ან თვითონ ადამიანის სული მოგზაურობს სულთა სამყაროში, ფიზიკურ სამყაროში და სხვადასხვა ადგილას. და აი ესეთი სულისა და სხეულის ერთმანეთისგან გათიშვის შედეგი იყო სიზმარი მათთვის. სიზმრის ფენომენის მეცნიერული კვლევა მე-18 საუკუნიდან დაიწყო. როგორც ცნობილია, სადაც სტარდება ექსპერიმენტი, იქ იწყება მეცნიერება. პირველი ექსპერიმენტები საკმაოდ მარტივი იყო. მძინარე ადამიანს წყალს აწვეთებდნენ. გაღვიძების შემდეგ ადამიანი ყვებოდა, რომ სიზმარში იგი ადიდებულ ზღვაში მიცურავდა. ეგონა რომ იხრჩობოდა. მერე მძინარე ადამიანს ფეხის მდგომარეობას უწვიდნენ. გაღვიძების შემდეგ ის ყვებოდა თუ როგორ მირბოდა, როგორ მისდევდნენ. მისი სიზმრის მთლიანი შინაარსი დაკავშირებული იყო სირბილთან. თუკი წყლის წვეცა და ფეხის მდგომარეობის შეცვლას შეეძლო შეეცვალა სიზმრის სიუჟეტი, მიიჩნიეს, რომ სიზმარი არ უკავშირდებოდა ზებუნებრივ ძალებს. მიდგომა გაჩნდა, რომ სიზმარი შეიძლება ექსპერიმენტულად შევისწავლოთ და ეს არ არის რაღაც ზებუნებრივი ძალების გამოვლენა, აი ეს ძირითადი შედეგი ჰქონდა ამ ექსპერიმენტებს. ანუ ექსპერიმენტმა, როგორც შედეგიანმა ექსპერიმენტმა, რომ რაღაც შეცვალეს, უკვე ანახა, რომ აქ მეცნიერული ინსტრუმენტით შეიძლება შესვლა. სიზმრის მეცნიერული კვლევის დროს რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება გაჩნდა. მეცნიერთა ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ძილის დროს ყოველდღიური შთაბეჭდილებები ცნობიერებაში ქაოტურად ლაგდებოდა და ფანტასმაგორიულ სახეებს ქმნიდა. ამიტომ მათი აზრით სიზმრის რაციონალური ახსნა შეუძლებელი იყო. მეცნიერთა მეორე ნაწილი სიზმრის დროს წარმოსახულ სახეებში გარკვეულ კანონზომიერებას ხედავდა და მის ახსნას ცდილობდა. მიიჩნევდა, რომ ეს სახეები ადამიანის ქვეცნობიერს უკავშირდებოდა და ისინი ერთგვარი სიმბოლოებია. სიმბოლო არის ის, რაც ხილულს უხილავთან აკავშირებს, რაც უხილავს ხილულად ქონს. ხო? სიმბოლოს მრავალი მნიშვნელობა აქვს. იმის და მიხედვით, თუ ეს მნიშვნელობა ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში რომელი უფრო ახლო დგას, აი ამაზე დაფუძნებით შეიძლება სწორი ინტერპრეტაციის მიცემა. მაგალითად, დანაჩანგალი არის ნიშანი, სიმბოლო არ არის. მაგრამ თუ ჩვენ გვესიზმრება გველი, მრავალი მნიშვნელობა აქვს. გარდასახვის, რა ქვია, მიწაზე ხოხვის, უკიდურესი მატერიალიზმის სიმბოლო, ხო? შემდეგ სიბრძნის, მედიცინის, ფალოსის და ასე შემდეგ. გააჩნია ვის ესიზმრება. მე-19 საუკუნეების მიჯნაზე სიმბოლოების თემა ზიგმუნდ ფროიდმა განაგრძო. მისი თეორიის მიხედვით, სიზმრის მთავარი ფუნქცია ადამიანის ფარული სურვილების განხორციელების მცდელობა იყო. იგი აკონკრეტებდა, რომ ჩვენ ან თავად ვერ ვაცნობიერებთ ამ სურვილებს, ან შეგნებულად ვუშლით ხელს მათ გაცნობიერებას, რადგან მათ მიუღებლად ან საზიანოდ მივიჩნევთ. ფროიდი აღნიშნავდა, რაც უფრო მეტად ცდილობს სიზმრის ახსნას, მით უფრო რწმუნდები, რომ უფროსი ადამიანების სიზმრები სექსუალურ ხასიათს ატარებენ და ეროტიკულ სურვილებს გამოხატვის საშუალებას საკუთარ თავს სიზმარში აძლევენ. ფროიდის მიხედვით სიზმარი როგორც წესი ღიად არ გამოხატავს სექსუალურ ხასიათს. საგნები, რომელთაც ჩვენ სიზმარში ვხედავთ, შეიძლება საკმაოდ უცოდველად გამოიყურებოდეს. მაგალითად, კარი ქალის, ხოლო გველი მამაკაცის სასქესო ორგანოს სიმბოლო იყოს.
რამდენად სწორია ეს მის კითხვა. ცოტა ღიმილის მომგვრელი თეორია არის დღეისთვის, იმათში ვინც არის მზიარებს ფრეიდის მოსაზრებას, თუნდაც იმიტომ, რომ ეს მარტივი რეპლიკა რო ვისრულოთ, ყველაზე მეტ სიზმრებს ხედავენ პატარა ბავშვები და მათთან ყველაზე უფრო მეტი საოცრებები ხდება. სწორედ იმ ასაკში, როცა ჯერ კიდევ ცენზურა არ უნდა არსებობდეს ფრეიდის თეორიის მიხედვით. ცხოველებზე რო არაფერი ვთქვათ. ასე რომ ასეთი აცთენა ემპირიულ რეალობასა და ფრეიდს შორის დიდია. ფროიდს პირველად საკუთარი მოსწავლე, არქეტიპების თეორიის ავტორი კარლ გუსტავ იუნგი დაუპირისპირდა. თავის ერთ-ერთ საკითხს სიზმრის სიმბოლიკა წარმოადგენდა. იუნგი მიიჩნევდა, რომ სიმბოლოებში არ უნდა გვეძებნა მხოლოდ სექსუალური შინაარსი. მისი აზრით ადამიანი იბადება გარკვეული ცოდნით, რომელიც მასში პოტენციურად დგებს. ეს არის არქეტიპების სამყარო. იგი ჩვენს არაცნობიერში არსებობს და უნივერსალურ, ზოგად საკაცობრიო ცოდნას ატარებს. იუნგის აზრით, სწორედ ადამიანში არსებული არქეტიპული შრე იყო სიზმრების წყარო. არქეტიპი არის, როგორც სიტყვა გეუბნება, პრიმორდიალური ხატი, რომელიც ფაქტიურად წარმართავს ჩვენს სიზმრებს, ჩვენს წარმოსახვებს და კრიტიკულ სიტუაციებში ემოციურად, ინტენსიურად ჩნდება, წარმოგვიჩნდება იმისთვის, რომ მიგვითითოს მოვლენების საბედისწერო განვითარება. იუნგის მიხედვით არქეტიპების რაოდენობა შეუზღუდავია, თუმცა ის მაინც გამოყოფს რამდენიმე ძირითად, დომინანტ არქეტიპს. მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიღბის არქეტიპია. ნიღაბი არის ადამიანი, რომელიც ჩვენი სოციალური მეა. ხო? მე ვარ ექიმი, ვარ ფსიქიატრი, მე ვარ პროფესორი. ეს ნიღაბი არის, თაც გავდივარ ამ ნიღბით, მაგრამ ეს ნიღაბი არ გამოხატავს ჩემს არსებას, ჩემ იდენტობას. ის საჭიროა ნაწილობრივ, რომ წავდგე, დავუშვათ ადაპტაციაში მეხმარება, მაგრამ ეს ჩემი არსება არ არის. თუ ადამიანი გაიგივდა ნიღაბთან, მაშინ მას ეგზავნება ან ნევროზი ან სხვა რაღაც დაავადება, რომ ცოტა გამოფხიზლდეს. თავის არსს დაუბრუნდეს. თუმცა არ შეიძლება სიზმარი განვიხილოთ როგორც მზა რეცეპტი. შეუძლებელია, რომ სიზმრად მოვლენილ სიმბოლოს ყველა ადამიანისთვის ერთნაირი მნიშვნელობა ჰქონდეს. თვითონ ეს ზოგადი ერთმნიშვნელოვანი არ არის, სიმბოლური, ანუ ეს ზოგადი უნდა გადმოითარგმნოს კონკრეტული ადამიანის, ვისაც ეს სიზმრება, ცხოვრებისეულ კონტექსტში და ეს ადამიანი დაუშვათ თუ არის დაუშვათ 17 წლის ქალიშვილი, რომელიც გათხოვებაზე ფიქრობს და მას ესიზმრება გველი. სულ სხვა ეროტიული კონნოტაცია უფროა, ვიდრე 60 წლის ადამიანი, რომელიც მიაღწია კარიერას და ეხლა ახალი კარიერის დაწყებაზე ფიქრობს. მაშინ ის გველი იქნება გარდასახვის სიმბოლო. რომ შენ სწორი ხარ, შენ იწყებ ახალ ცხოვრებას, შენ კანს იცვლი, და გველი კანს იცვლის. ძილზე და შესაბამისად სიზმარზე მანამდე არსებული წარმოდგენა მე-20 საუკუნის დასაწყისში ელექტროენცეფალოგრაფიის მეთოდის დანერგვამ შეცვალა. მეცნიერებს საშუალება მიეცათ გაიგოთ, თუ რა ფიზიოლოგიური პროცესები მიმდინარეობს ადამიანის გონებაში ძილის დროს. ფიზიოლოგიური კვლევები დაიწყო მხოლოდ მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან, როდესაც პირველად ჩაინერგა ცხოველების თავის ტვინში ელექტროდები და პირველად მოხდა რეგისტრაცია თავის ტვინის ელექტრული აქტივობის. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო არის ეს ბერგერის ექსპერიმენტები, რომელმაც დახუჭულ თვალებზე ადამიანს დაუმაგრა ელექტროდები და აღმოჩნდა, რომ დახუჭული თვალების პირობებში ადამიანის მხედველობის ქერქიდან აღეძვრება განსაკუთრებული ტიპის ელექტრული აქტივობა. ამ ექსპერიმენტამდე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ტვინი მხოლოდ ღვიძლის პერიოდში იყო აქტიური. თუმცა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ დაძინებიდან 90 წუთის შემდეგ იწყება ტვინის რამდენიმე წუთიანი ინტენსიური აქტივობა, რომელიც ძილის დროს რამდენჯერმე მეორდება. ამ დროს გაღვიძებული ადამიანების 95%-ს სიზმრად ნანახი ახსოვდა. ამ ფაზას ელექტრული აქტივობის სიხშირის გამო სწრაფი ძილი უწოდეს.
სწრაფი ძილის ფაზის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი თვალის კაკლის სწრაფი მოძრაობაა. ამ ფაზაში თვალები თითქოს ობიექტის გადაადგილებას აპირდებიან. გახშირებულია სუნთქვა, გულისცემა, დუნდება კუნთები. ადამიანებს ძირითადად სწრაფი ძილის ფაზაში. გაღვიძებამდე ცოტა ხნით ადრე ნანახი სიზმრები ამახსოვრდებათ. ასე რომ სხვადასხვანაირი სამყარო არის ნელი ძილისა და ჩქარი ძილის სამყაროები და აი ჩქარი ძილის სამყარო გახლავთ ის რასაც სიზმრის სამყაროს ვეძახით და აღმოჩნდა განსხვავებით მოლოდინისგან რომ აი ამ სიზმრის სამყაროში ადამიანის ცნობიერება შედის დაახლოებით 5-6 ჯერ ღამის განმავლობაში. ფიზიოლოგიურმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ სიზმარი ადამიანის სულიერი და ფიზიკური მდგომარეობის საუკეთესო ინდიკატორია. ადამიანის ტვინის რომელიმე ფუნქციის დარღვევა ძილის ნორმალური სტრუქტურის დარღვევით გამოიხატება. დეპრესიულ ადამიანებს სიზმარი აქვს გახშირებული და გაგრძელებით უფრო ინტენსიური, ვიდრე ნორმალურ ადამიანს. შიზოფრენიკებს საერთოდ არ ახასიათებთ ეს სიზმრისეული ძილი, იმიტომ რომ მათი ეს აქტივობა გადმონაცვლებულია ღვიძლში, ხილვები აქვთ, галлюცინაციები აქვთ და მთელი რიგი დარღვევები. თუ ადამიანს ხელოვნურად მოусმოთ სიზმრის ნახვის საშუალებას, საწყის ეტაპზე მას ნერვული აშლილობა დაეწყება, შემდეგ კი ჰალუცინაციები. თუ ასე გაგრძელდა დაახლოებით 10 დღემდე, ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს. ეს ვარაუდი მეცნიერებმა კატაზე ჩატარებული ექსპერიმენტით გაამყარეს. მძინარე კატა ფიცარზე დასვეს და წყალში შეაცურეს. დაეძინე ფისო, ვიდრე კატას ნელი უსიზმრო ძილით ეძინა, მისი კუნთები შედარებით აქტიური იყო. მას შეეძლო მანევრირება და წყალზე წონასწორობის შენარჩუნება. სწრაფი ანუ სიზმრისეული ძილის დაწყებისთანავე კატა კარგავდა ბალანსირების უნარს. ფიცარი ყირავდებოდა და კატა იღვიძებდა. ამ მეთოდით კატას ხელოვნურად მოუსწეს სიზმრის ნახვის საშუალება. ექსპერიმენტის ბოლოს კატის სიცოცხლის უნარიანობა 0-მდე დავიდა და მოკვდა. სიზმარი ჩვენ ბიოლოგიურად გვჭირდება. ძილის დროს სხვადასხვა ორგანოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთიერებები გამოიყოფა. დადგენილია, რომ ადამიანის ორგანიზმის საკვების გარეშე უფრო დიდხანს ძლებს ვიდრე ძილის გარეშე. მართალია უილიამ შექსპირი, რომელიც იძახდა, რომ ძილი ყველაზე გემრიელი კერძიაო. სიზმარიც ძილის აუცილებელი ნაწილი, როგორც ჩანს, კერძიცაა ჩვენი ორგანიზმისთვის და ორგანიზმი იღებს რაღაც ნივთიერებებს ღამის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია მერე მისი დღისით ფუნქციონირებისთვის. სიზმარს სხვა გაცილებით საინტერესო მხარეც აქვს. ის, რომელსაც მეცნიერები ვერც ურთულესი ხელსაწყოებით შეეხნენ და ვერც მრავალწლიანი ანალიზით გაუგეს რამე. მეცნიერული გონებისთვის ბევრი რამ ჯერ აუთვისებელ და შეუცნობელ ტერიტორიად რჩება. მუსლიმანურ სარწმუნოებაში არსებობს ერთი მეტად საინტერესო ტრადიცია. მას იშტიკარს უწოდებენ.
როდესაც მორწმუნე ადამიანი გარკვეული დილემის წინაშე დგას და სწორ გადაწყვეტილებას ვერ იღებს, იწყებს 7 დღიან ლოცვას და მარხვას. 7 დღე იგი სიზმარში ელოდება სწორ პასუხს. თუ პასუხი ვერ მიიღო, მიიჩნევს, რომ ღმერთმა მას არ უპასუხა. ეს იშტიკარი გამოიყენა ირანის პრემიერ-მინისტრმა, როდესაც არ იცოდა ნაციონალიზაცია გაეკეთებინა ინგლისურ ირანული კომპანიების თუ არა და დაესიზმრა სინათი, რომელმაც უთხრა, რომ ხალხს ბორკილების შეხსენება. მეორე დღეს მოაწერა ხელი ნაციონალიზაციას. გჯერა თუ არა სიზმრის, ჩვენ უამრავი შემთხვევა ვიცით, როდესაც სიზმარი მომავალს წინასწარმეტყველებს. ჩვენს არაცნობიერს აქვს თუ არა პროგნოზირების უნარი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ სიზმარზე მოქმედებს რა არა მარტო წარსული, არამედ მომავალიც. რომ ადამიანი არ შეიძლება ცხოვრობდეს აწყოში. ის აწყო უკვე წამში ხდება წარსული. ანუ ჩვენზე მოქმედებს როგორც წარსული, აწყო და მომავალიც. ის ქმნის ჩვენ იდენტურობას, ხო? და ეს მომავალი ძალიან ესეთი ის არის, თუ შენი ცნობიერი, აი დაუშვათ შევადაროთ ხაზს. თუ თქვენ ამ ხაზზე დგეხართ, ის რაც წინ არის არ ჩანს. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მაღლა ხართ. მაშინ ჩანს ეს. ანუ ცნობიერების დონე თუ მაღალია, თუ გაცდა ყოველდღიურ რუტინას, თუ ის ჩაღმავდა, მან შეიძლება დაინახოს კიდევაც. ისეთი რაც ანიგრძნობს. თუმცა ამავე დროს არსებობს იმის საშიშროება, რომ სიზმარი არასწორად გავიგოთ და ამით ზიანი მივაყენოთ საკუთარ თავს. მაგრამ მეორე მხარე არის, რომ საშიშროება იმისა, რომ სიზმრის არასწორი ინტერპრეტაციით ჩვენ ზიანი მივაყენოთ ჩვენ თავს. ერთხელ მხედარ მთავარმა ხელმწიფემ სიზმარს მიმართა და სიზმარში დაესწრა, რომ დიდი ქვეყანა დაპყრობილი იქნება. არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, შეეტია თუ არა და დაესწრა, რომ დიდი ქვეყანა დაპყრობილი იქნება. მან დაიწყო ომი და დამარცხდა. სიზმარს ნაგულისხმები ჰქონდა სხვა, რომ ის დამარცხებულა. ანუ ეკლესიაც ამიტომ გვაფრთხილებს, თხილად იყავით. ვისგან არის ეს? ის მისთვის ჩვეული, ასე ვთქვათ, სიმბოლიკით გეუბნება, ეს ეშმაკისგან არის, ანუ ცუდისგან არის თუ კარგისგან. ჩვენ ვეუბნებით, რომ არ დაუჯერონ სიზმრებს, იმიტომ რომ სიზმრები ხშირად ბოროტისგან არის. ადამიანი, როდესაც ყოველდღიურად უჯერებს აი ამ სიზმარს და ფიქრობს, რომ მეორე დღეს ეს არის სწორედაც ის ამბავი, რომელიც მას აინტერესებდა და შეიძლება და მომხდარიყო, იგი ხდება დამოკიდებული ამაზე. და მუდმივად ეძებს, რომ დაესიზმოს რამე და გინდაც არც არაფერი არ დაესიზმოს, ფიქრობს, რომ რაღაცა წინასწარმეტყველური არის მის სიზმარში. ანუ ადამიანი მიდრეკილია, რომ იხილოს სასწაული. ადამიანი ფიქრობს, თითქმის ყველა ადამიანი რაღაცით განსაკუთრებულია და აი ამ განსაკუთრებულობის გამო ღმერთი რაღაცა განსაკუთრებულს აძლევს სიზმარში, გინდა წინასწარმეტყველურ სიზმრებს, ან რაღაც გაფრთხილებას, ან თავისთვის, ან სხვისთვის. სიზმარს აქვს კიდევ ერთი საინტერესო თვისება. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ინტენსიურად ფიქრობს გარკვეულ საკითხზე და პასუხს ვერ პოულობს. შემდეგ გადაუჭრელი პრობლემა ძილში ჩაჰყვება და სწორ პასუხს სიზმარში იღებს. ცნობილია, რომ დიმიტრი მენდელეევმა სიზმრის დახმარებით შექმნა ქიმიური ელემენტების პერიოდულობის ცხრილი. არაერთი ფანტასმაგორიული არსება მოხვდა სალვადორ დალის სიზმრიდან მის სიურეალისტურ ტილოებზე. მოცარტისთვის ხშირად სიზმარში მოსმენილი მელოდიები ქცეულა შთაგონების წყაროდ, ხოლო ფედერიკო ფელინის სიზმარში ნანახი და განცდილი ფილმებში სცენებად გადაჰქონდა. სიზმრისეული რეალობის კიდევ უფრო ღრმად შესასწავლად იტალიელი რეჟისორი ამერიკელ მწერალს
და ანთროპოლოგს კარლოს კასტანედას შეხვდა. კასტანედამ ინდიელი შამანების მისტიკურ მოძღვრებაზე 11 წიგნი დაწერა. ფელინი მოხიბლული იყო კასტანედას შემოქმედებით და სურდა მის ნამუშევრებზე საავტორო უფლებები მოეპოვებინა, რომ შემდეგ ფილმი გადაიღო. მოლაპარაკებები წარმატებით მიდიოდა. თუმცა ბოლო მომენტში კარლოს კასტანედამ გადაიფიქრა. კარლოს კასტანედამ მეცხრე წიგნი სიზმრის ხელოვნებას დაუთმო. იაკის ტომის შამანებისთვის სიზმარი ალტერნატიული რეალობაა, რომლის მართვა შესაძლებელია. სიზმრის ხელოვნურად მართვის შესწავლას დიდი დრო და ნებისყოფა სჭირდება. პირველ ეტაპზე, ზედაპირულ ძილში მძინარე ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის სიზმარშია და საკუთარ ხელებს შეხედოს. სავარჯიშო მანამდე გრძელდება, ვიდრე მძინარე ადამიანი მკაფიო გამოსახულების სასურველი დროით შენარჩუნებას შეძლებს. შემდეგ ეტაპზე კი სიზმარში იმ ადგილას უნდა აღმოჩნდეს, რომელიც დაძინებამდე ჩაიფიქრა. ასე იწყება სიზმარში საკუთარი სამყაროს შექმნა, რომელიც საბოლოოდ იმდენად მომხიბვლელი ხდება, რომ იწყება ადამიანის რეალობასთან გაუცხოება. ის, რაც რეალურ ცხოვრებაში შეუძლებელია, მართულ სიზმარში შესაძლებელია. აქ ყველაფერი შესაძლებელია, რასაც ჩვენი ფანტაზია გაწვდება. აქ შეგიძლია იფრინო, გადაიქცე ცხოველად, ფრინველად, გახდე ვინც გინდა, შეხვდე ვისაც გინდა, სრული კონტროლი საკუთარ სამყაროზე. აი სად შეიძლება იყო რეალურად თავისუფალი. ინდიელი შამანებისთვის სიზმარში საკუთარი სურვილების და ამბიციების დაკმაყოფილება თვითმიზანი არ არის. ეს უბრალოდ ცნობიერების განსაკუთრებულ მდგომარეობაში გადაყვანის ერთ-ერთი საშუალებაა, რასაც ბუნებრივია გარკვეული საფრთხეც ახლავს. თუ ადამიანი რეგულარულად აიძულებს თავს ნახოს ის, რაც მას სურს, შესაძლებელია სიზმარმა თავისი ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ფუნქცია ვეღარ შეასრულოს. წართმევა ძილის და სიზმრის წართმევაც დიდი დოზით მიზანშეწონილი არ არის, ვინაიდან სიზმარი ორგანიზმს თავისთავისთვის ესეჭიროება და ისე წარმართვა სიზმარისა მხოლოდ როგორც ადამიანს სურს, ყოველთვის სასურველი არაა. ერთხელ ჩინელ ბრძენს ჩუანძის ესიზმრა, რომ ლამაზი პეპელა იყო. ის მთელი დღის განმავლობაში უზრუნველად ყვავილიდან ყვავილზე დაფრინავდა. გაგვიძებული ბრძენი დაფიქრდა. ვინ იყო ის სინამდვილეში? ბრძენი, რომელსაც ესიზმრა, რომ ლამაზი პეპელაა, თუ პეპელა, რომელსაც ესიზმრება, რომ ჩინელი ბრძენია.